გამარჯობათ ხალხო. დღეს არის 2 აგვისტო. წმინდა ელია თეზბიტელის ხსენების დღე. შეეწია სრულიად საქართველოსა. ჩვენს დედა ეკლესიასა. ელია თეზბიტელის ლოცვა. გააძლიერას და დაიწყო შინაურ და გარემო მტრებისა და წმინდა ელია თეზბიტელის ლოცვა ჩვენი საქართველოს. დღეს ხევს იყვნენ სვანეთიდანა, თიოლეთიდანა, გურიიდანა, რაჭიდანა ჩვენი ძმები, ჩამასულები. კონკრეტულად ერთ მეტად საჭირო ბოროკო საკითხთან დაკავშირებით. წანისის ტყეპალში შენდება არაბული ქალაქი. და ამ ადგილასა სპეციალურად მოვედით ახლა. აი ეს ჩვენი წინაპრები 300 არაგველი, რომლებმაც ფასდაუნდებელი და საარაკო გმირობა დოგვიტოვეს ჩვენა. კონკრეტულად მაგ ადგილზე შესწირეს თავი. ჩვენც იმათი შთამომავლები ვართ, სულითა და გულით ქართველები ვინებიც ვართ. ეხლა უკვე ის დრო დადგა, რომ ჩვენი წვლილი შავიტანათ მაგ ბრძოლაში. დღეს ისეთი ბრძოლა არის, მაშინ ისეთი ბრძოლა იყო. სუსუკელას მაგიწოდებთ თიულებსა, მოხევებსა, ხევსურებსა, შავლებსა, უდამაყრელებსა, სვანებსა, სრულიად მთის მოსახლეობასა და ბარის მოსახლეობასაც. არ დავაშენებინათ არაბებსა ჩვენს გენეტიკურ მტრებსა, მან და არაბული ქალაქი. შეგვეწია წმინდა 300 არაგველის ლოცვა და წმინდა ელია თეზბიტელის ლოცვა მოგმადლას ღმერთმა. ქართველებო მთის ხალხო, მთელი გულით და სულით გეუბნებით იმას. მოგმადლას ღმერთმა ვაშკაცური სულისკვეთება და თავდადება, რომ დღესდღეობით ჩვენც გავიმეორათ იმათნაირი გმირობა. როგორი სახისა იქნება, არ ვიცი ჩვენა, მაგრამ შეგვეწია ღმერთი, რომ ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლოთ და არ გავატანინათ მომხდურთა თავისი. ეს გენი არიან მომხდურები. მაშინ თუ მადიოდნენ ხმლითა, დღეს მადიან ცხონაური ფორმით. და ჩვენც უნდა დავხვდეთ ვაშკაცურად და მედგრად. არ დაუთმოთ არც ერთი გოჯი. და ვიბრძოლოთ ბოლომდე. გამარჯობათ ქართველებო. მართლაც რომ ისეთი დრო დადგა ქვეყანაში, რომ შინაური ტერი ყიდის ამ ქართულ მიწებს. ქართველი ვაჟკაცების და ჩვენი წინაპრების სისხლით და ძვლებით გაჟღენთილ მიწაწყალს. ამიტომ შინაური მტერსაც და გარემო მტერსაც უნდა დაუპირისპირდეთ ერთად. ამიტომ მოგიწოდებთ ღირსეულ ქართველებს. დავდგეთ ერთად და კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას, აი წანისის ტყეპარკში დაგიძახებთ და ფუძე კაცი უნდა შევიკრიბოთ. ვისაც ეს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო მიყვარს, ვისაც ჩვენი წინაპრების დანატოვარი მიწაწყალი არ არის გადახურდავებული, ფულში ეგეთ ხალხს დაგიძახებთ კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ ადგილას და ფუძე კაცი შევიკრიბოთ და იქ გადაწყდება ეს მიწაწყალი. ჩვენ გვეკუთვნის ღირსეულ ქართველებს და დავთმობთ მაგ ყველაფერს, თუ იქ ჩვენი ერთობით და ჩვენი ერთად დგომით შინაურ მტერსაც და გარემო მტერსაც ვარსვათ მევინებთ ამ ქართული მიწაწყლის გაყიდვაზე. ღმერთი შეგვეციოს და ღმერთმა მოგმადლოს და ძალა მოგცეს, რომ ერთობა გავაკეთოთ ქართველებმა. ეს დავამატებთ დიახ. სულითა და გულით ქართველებო. საქართველო ივერი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ღვთისმშობლის ქვეყანაა. და ჩვენა ვართ ღვთისმშობლის ჯარისკაცები. როგორც ჩვენმა წინაპრებმა 300 არაგველებმა 9 ძმა ხერხეულიძემ პირდაპირ სიკვდილზე წავიდნენ და თავი გასწირეს საქართველოსთვის. აი ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევითა, წმინდა 300 არაგველის ლოცვა კურთხევითა. მოგმადლას ღმერთმა ჩვენც აი იმათნაირი სულისკვეთება, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ღვთისმშობლისთვის და საქართველოს მიწაწყლისთვის. ამინ. ამინ.